პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ თავი მეორე. და თქვენცა, რომელნიგე მკვდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქვენითა, რომელთა შინა ოდესმე ხვიდოდეთ, მსგავსად ჟამთამათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ხელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი იგი აწიქმს ნაშობთამათ შორის ურჩებისათა. რომელთა შინა და ჩვენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ხორცთა ჩვენთასა, ყოფდით ნებასა ხორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა იგი სხვანი, ხოლო ღმერთმან, რამე თუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყვარულითა მისითა, რომელთა იგი შემიყვარნა ჩვენ და რამე თუ ვიყვენით ჩვენ მკვდარ შეწოდებითა, ქრისტესთანა განგვაცხოველნა. მადლითა ხართ თქვენ გამოხსნილ და თანა აღმადგინა და თანა დამხსნა ზეცათა შინა ქრისტე იესოს მიერ. რაითა აჩვენოს ჟამთამათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაი სიტკბოებით ჩვენზე და ქრისტე იესოს მიერ. რამე თუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ და ესე არა თქვენგან, არამედ ღმრთისაი ნიჭი არს. არა საქმეთაგან რაით არავინ იქადოს, არამედ მისნი ქმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესოს მიერ საქმეთათვის კეთილთა, რომელთათვის წინასწარ განმზადა ღმერთმან, რაითა მათ შინავიდოდით. ამისთვის მოიხსენეთ, რამე თუ თქვენ ოდესმე წარმართნიეგე ხორცითა, რომელთა გერქვა წინა დაუწვეთელ მის გამო, რომელცა იგი ერქვა წინა დაცვეთილება ხორცითა მითხელით ქმნულითა, რამე თუ იყვენით მას ჟამსა შინა თვინიერად ქრისტესა. უცხო ქმნულნი მოქალაქობისა მისგან ისრაელისა და უცხო რჩეულთა მათგან აღთქმისაითა, სასვავებაი არა გაქუნდა და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა. ხოლო აც ქრისტე იესოს მიერ თქვენ, რომელი იგი ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სიცხლითა მით ქრისტესითა. რამე თუ იგი თავადი არს მშვიდობაი ჩვენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისაი მის დახსნა. ტერობა იგი ხორცითა მისითა, ჯული იგი მცნებათაი, მათ ბძანებითა განაქარვა. რაითა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად, კაცად ყოფად მშვიდობისა და დააგნეს ორნივე იგი ერთითამით ხორცითა ღმერთსა ჯვარისა მიერ, მოკლა მტერობაი იგი მას შინა და მოვიდა და გახარა მშვიდობაი თქვენ, შორიელთა და მახლობელთა. რამე თუ მის მიერ მაქუს ჩვენ მიახლება იგი ურთიერთარს ერთითა სულითა მამისა მიმართ. ამიერიდან უკვე აღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა მოქალაქე წმინდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსაზე და მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავს საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესო, რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრა და წმინდად უფლისა მიერ, რომელსაზე და თქვენცა თანა აღშენებულ ხართ, სამკვიდრებლად ღმრთისა სულითა.